ჩემო ნაზი თქვენ დაგლოცავთ რა. დაგლოცავთ და გზას დაგილოცავთ და თქვენს ახლა შექმნილ ბუდეს მინდა რომ გაუმარჯოს. ლაშა, რატი და ნაზი 9 საათის უკან წავიდნენ. დადი დაწეთქები. მართალია, ბოდიში სიტყვა გამიგზავნა. როგორც იქნა რა, როგორც იქნა წავიდნენ რა ლაშა. ზევიდან რა მაგარი საყურებელი იყო, იცი რატი ისეთი ფრალი იყო, რომ ხან თავის ოცე ხუტებოდა, ხან განათების ბოცა. რომელიც აიყვანა სახში, ცოლი თუ ბოზია? ეგარიანტი ხია, ხო? თეკლა, რასაკეთ? სულად ხო არ ხარ, ხო კარგად ხარ, ჰა? არა, კარგად ვარ, პატა, კარგად. მაგრამ რა ვერ გავიგე იცი, ეხლა აქ ცხელა თუ ცილა? ანუ? აი, ვერ მივხვდი ეს ჟაკეტი ჩავიცვა თუ ესე ვიყო? ჩაიცვი, ცივა. ჩაიცვი თეკლა, ხო? არა, ცხელა. ელენე. რა სამი გაქვს სალათი, რასაკეთებ? მაცივარში. ხო, მე სააბაზანოში რატომ მიდიხარ, აბა, ჰა? ვერ მეტყვი მე რომ სააბაზანოში მივდივარ. რა გჭირ, ხო, ესე როგორ დათვერი, თუ გამაგიჟე, როგორ შეიძლება ესე დათვრეს ადამიანი, ჰა? ნუ განაზოგადე პატა. მე არ ვარ მთვრალი. არა, თეკლა არ ხარ საერთოდ არ ხარ მთვრალი შენ. მამაშენს მე დაურეკე, ხო, იმას რა ქვია, მეისრეს თუ რა ქვია იმას რა. ნერსე, ხო? და მე დაურეკე, ხო? და მე უთხარი, ხო, გვარი გადავიკეთე და თავადი აღარ ვარ თქო, არა? მე დავურეკე, პატა, მე მაგრამ მთვრალი არ ვარ. არ ხარ, ხო. მთვრალი არის ლაშა. გაიგე ლაშა რას იცი. მე არ ვარ მთვრალი, ლაშაა მთვრალი. მე ვარ მთვრალი. ეგრე თქვა და. მოდი აბა ადექი ხა და სტორხაზე გამოიარე. მოდი აბა, თუ შეგიძლია გამომართე. გონია ეხლა პატა გამითავისუფლე. აჰა, მოდი. გაიწია პატა. გავიწიე, მოდი. რაღაცა გაიწია წინ მიდგა ხარ. აჰა, მოდი. დაიწე. მართლა სწორად გამოია. მოდი დაჯექი, მოდი. არ ხარ, არც ერთი არ ხარ, თვალები არ ხარ, არც ერთი, ორივე ხარ კარგად. აი, ეგ არის სწორი ვარიანტი, აი, ეგ არის. თეკლა, მაგიდის ალაგებაში დამეხმარე რა. მაგიდის. ეხა ისი რა სიზამელენე მე ავდგები ამ თებშებს ავიღებ, ჩავდგავი ნიჟარაში. აი ელენე ნახე რა კარგად მოვიფიქრე, მიდი და შენავა. აი მე რა გჭირთ ხალხო რა დაგიმარტად ესე. გაცოცხლდი ბატონო ფრიდონ, ჰა, გაცოცხლდი. ინდისერია სოფელი ბატონო ადექი გოთია სოფელი სოფელზე გამახსენდა მოგიყვები სოფელში მომიყევი ხო როგორ ვიცამოდი მაგრა დააწვინეს უყოლა დააწვინე წამოდი კარგი ბიჭი ხარ შე კი მე თვითონ დარწმუნებული ხარ მე თვითონ კარგი მიდი კარგი ამდენ ჭურჭელს რა გარეცხავს მე სადგეჩქარება ელენე ხვალ გარეცხე არა თეკო დღეს უნდა გავრეცხო აბა ხვალამდე ესე ხო არ იქნება არა
ავედი მე დავწვევი დავიძინე. ხვალ. დღეს გავეცხო, სერვარია. მოიცე კარებზეა ვიღაცა მე გავაღებ. მიშველეთ რა. ლაშა დაჯექი რა, აი რას გააგებ, აბა მითხარ, რას გააგებ, აბაში. ხოდა ვერ გავაღე. ხოდა მე გავაღებ. აი სწორი ვარიანტი. რა ხდება კატა თუ რა არის, რასაც. აი გაიღო. ხო, გაიღო, აბა. აკაჩენა ხარ. მე ვარ ბატონო, რამდენი ხან რო გელოდებით, თავში არ უნდა მოხვიდე, რატო აგვიანებ, ჰა? მისაღებსი გავიდე. აუ, რატი, რაღა დღეს წახვედი რა. იცი დღეს რა ლამაზია, მე მგონი ყველაზე ლამაზია დღეს, ხო? ხო. ხო, რა ვიცი. რა, ანაირად აღიწერო ეხლა. ხო, თუ აგიწერო, თუ აგი რა მნიშვნელობა აქვს, ხო, აბა ანაირად აღიწერო ეხლა, ხო? პრინციპში რაღაცა ეფარება და ნახევარი ჩანს და ნახევარ გოგოს თუ გინდა აღისწერ, ხო? ხო. აუ, ნაზი ეჭვიანებს. ნაზი თუ ეჭვიანებს, უნდა წახვიდე, აბა რა უნდა ქნა. კარგი, მიდი. მიდი, აბა შენიც, კარგად. აუ, დღეს მართლა რა ლამაზი ხარ, ჰა? ვიმე, რა ლამაზი. აუ, რა ლამაზი ცნის ფერი გაქვს, ჰა? ვიმე. რა ვიცი, აბა, მაქვს. როგორ ბზინავს? ხო, რაღაც ბაზავს ხმარო, თუ ვინა გასწავლი რომ. გავიხე. თვალისფერი არ ჩანს ეხლა აქედან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თვალები ძალიან ლამაზი გაქვს. თაფლისფერი მაქვს, ბატონო. ვა, ბატონო პროფესორო. ო, რა კარგი აქ რომ ხართ. აქ? ნუ აქ რა, ნუ აქ. ხო, საერთოდ რო ხართ, ხო? ხო, რაღაცა მინდოდა თქვენთვის მეკითხა. გისმენთ? რა მაინტერესებს ეხლა? ამაზე ძლიერი დურბინი თუ გაქვთ თქვენ? კი, ტელესკოპი მაქვს, მაგრამ ჯერ ვერ გათხოვებ. სამშაბათამდე სტურუებს აქვს წაღებული, მე კაპანაძე არის და მე შენ იქნებ. წავალ გავალ. ო, ხათხოვე უგორს ვარ გიტყვი ხა. დილამშვიდობის უშუკაცად ბატონო პროფესორო. აი შენ რომ ნაცხვარი გიყვარს ის გამოგიცხე და იმიტომ შეგაწუხე ესე ადრიანად. მადლობა, ქალბატონო. არის ღია და მაგრამ გავალმე. ხო, მეც დამელოდეთ, მეც მოდივარ ბატონო. აი შენ რომ ნაცხვარი გიყვარს ის გამოგიცხე და ხო და მომიყევი ახლა რატიზე ყველაფერი. მოდი, გეხოცები, მომიყევი რა, როგორ ჩავიდა, როგორ მოეწონა სახლი, რა თქვა ოჯახმა. ხო, მოგიყვებით რა თქმა უნდა, კარგად ჩავიდა, ოჯახი ძალიან მოეწონა, ოჯახსაც ძალიან მოეწონა და რა ვიცი, აი ესე ყველა. და გეხოცები საჩუქრები მიუტანეს და რა მიუტანეს ყველაფერი მითხარი. არ ვიცი ქალბატონო, რა მიუტანეს, მაგრამ რა თქვენ რა უნდა არჩქოთ რატის, ჰა? მე? ხო. მე რა არიცი? ერთი-ორი თვე დავიცდი მაინც. რატო? რა ვიცი, აბა რო გაშორდე მე ყველა ხوار უყიდი საჩუქარს. ხო და დღევანდელი ახალგაზრდები ხოცი ქორწილი, ერთი დღე, მეორე დღე და მე გაშორდებენ ერთი აქეთ წავა, მეორე იქით. და თქვენაც წახვათ იქით? დამტოვეთ ქალბატონო, დამტოვეთ მარტო. არა, მე და ემზარმა მოვიფიქრეთ. მარტო რომ არ იყო, ამოვახორნე ჩემი ემზარ და გაგართობს. ხო იცი როგორი ენა? როგორ არ ვიცი. ხო, ძალიან კარგი აზრია, კი. ძალიან მაგარი ბატონო. უყურებ ხოლმე იმ გოგოს? კი. თქვენ საიდან იცით ქალბატონო? რა ვიცი. მე ვერ მითხარით აქამდე დავიტანჯე, მე კიდე მინდო რომ გამიხედა და რა ვიცი, წავოდი ამდენი ხანი. ბატონო. ეთი მაჩვენეთ ეს კაცები რომ გადაირიეთ, რა არის ეს გოგო ამისთან, შენახედეთ. ქალბატონო, ხო, მაგრამ გოგოა ეგ და აბა. იცი? დედა მართლა რა ლამაზი ყოფილა. ხო, აბა. დედა დაკარგიხდება ჩემ ბაქარისთვის, მაგრამ ცოდოა სოფლისთვის, მაგრამ სამაგრეთ სოფლებს გაუსკდებათ გული, არა, უნდა ჩამოვიყალო ჩემი ბაქარი და გავაცნო ნამდვილად. ქალბატონო, ერთი წუთი მომი, რა ბაქარი ქალბატონო, ჰა, რა ბაქარი. აბა, ბაქარი უნდა ეხლა მაგრას, ჰა? ჯერ ანდა ეს სახელი ბექერი, რა არის ბექერი, ჰა? სად ბექერი და სად კიდე პატა. აბა ბექერი. კარგი რა პატაკა. უი, ჩემი ემზარი ეზოში ყოფილა, ეთყობა საქმეზეა ჩასული. ხო, ეთყობა. ვაიმე. რა ხდება რა? დედა, ემზარ. ისა, ქალბატონო, არის ის ტყუილად ეძახი აქედან. ერთი წუთი დაურეკა. ემზარ.
კითელსახიანი როა თამაზი ხო შენ წიროზის მაგას დუშაში არ და შაში არ დაუნდო ვიცი ხედა ყველაფერს აი მე წავედი თორე წავედი კარგი ქალბატონო კარგი ხო ეს და ის დამიტოვეთ ქალბატონო ეგ დამიტოვეთ ხა ჩემ ბაქარი უნდა ჩამოვიყვანო იქნე სოფლისთვის კარგი მე რა ბაქარი მინდა ეხლანე ვერ გავიგე საერთოდ რატო ჩამოყავს ბაქარი როცა პატა აქ არის რაგვი ერთად აქ მე და შენ საიდან როგორ რა არ ვიცი ვაშა არაფერი არ ვიცი ათექი და წადი გახვეწები ხო ამგები ვაიმე ვერ ვდგები თეკლა თავი მისხდება ისე ვარ ძალიან ცუდა დავარ შენ ადექი გეხვეწები და შენ წადი ვაიმე არა ვერა თავი მტკივა ვაშა ვაიმე რა გვინდა აქ ვაშა აიმე თეკლა ძალიან შეშფოთებული სახე გახსენდა იმედი მაქვს იმიტომ ხარ შეშფოთებული რომ არაფერი გახსოვს თუ იმიტომ გაქვს რომ გახსოვს არ მახსოვს ვაშა ვიცა ეხლა ჩემს ოთახში ვარ თუ შენ საში ჩემს საში ესე იგი ვერაფერს ვერ გეტყვი ნუ მიყურებ ვაშა დასავით გიყურებ დედას გეტყვი დასავით კი არა საერთოდ ნუ მიყურებ არ გიყურებ ხო მაიმე თეკლა გამოდის რომ არ თქვა ვაშა არა არ ვიტყვი მაგრამ ხო გამოდის მოიცა ერთი წუთი გავიხსენო მაინე ვაშა გეხვეწები არ დაფიქრდე არ იფიქრო რამე არ გაგახსენდე რა ვიცი თეკლა კიდევ კარგი არაფერი არ მახსოვს თორე რო წარმოვიდგენ რომ ვაშა ხო ბოდიში ხო თეკლა ესა ბოლოს რა გახსოვს შენ ბოლოს მახსოვს გუშინ რომ სამდით და შენ მე მახსოვს გუშინ წინ რომ ჩავედი მაღაზიაში და ლუდი ამოვიტანე აი ვაშა იცი რა კარგი რაღაც მოვიფიქრე რა მოვიფიქრე და შეიძლება ნიკამ რაღაცა იმაიმუნა ხო? კი ნიკამ იმაიმუნა ნიკამ შემოგვიყვანა აქ ორივე რო ჩვენ გვენერვიულა ხო რა მაიმუნია ხო იცი შენ რა ესეთი მაიმუნი მეტი მოხდა ხო თან ნიკამ ხო კრივზე დაიწყო სიარული ხო და დავაც მოემატა და თავისუფლად შემოგვიყვანა კი აი ეგ ამტკიცებს რომ არც არაფერი არ მომხდა ამტკიცებს ვითომ დავიღუპეთ რამდენი დავლიწო ბატა რატისთვის ხომ არ დაგირეკავს როგორ არის რა ვიცი დაურეკე და ნაშრობით შახვედით თქო ხო ნაზი როგორ არის თქო პერაგი დაგჭა თქო რა მე რომელი ხარო ეგეც მაგრად ყოფილი მაგრად აი მე რაც დათვალე
რაღაცები მელანდება. ჰა? ასე მე სუდათ ვარ ბატონო ფრიდონ, სუდენცი რაც სუდათ ვარ მე. აბარა. არა, მაგიტომ კი არა რომ ეხლა მე დავთვერი ბევრი მომივიდა და რაღაცები მელანდე, მაგიტომ კი არა. ჩემი სუდათ ყოფნის მიზეზი ცოტა სხვანაირია, უფრო აი რომანტიკული. ხო, ისი რატო ბატონო ფრიდონ? ის გოგო რო არის, ხო იცი, ჩემს წინა კორპუსში რო ცხოვრობს. დავიტანში, აღარ შემიძლია ბატონო ფრიდონ, ამდენი ხანია უყურებ ამ დურმედით, უყურებ და ვერადა ვერ მივედი, ვერ გავიცანი, ერთხელ ვერ შეხვდი რომ დავუახლოვდე რაღაცა ლაპარაკი დავუწყო, ახლა ურთიერთობა დავიწყო, იმიტომ ისი რა ლამაზი გოგოა ბატონო ფრიდონ. ნუ, კარგი, რაც მარტი კარგი. ბატონო ფრიდონ შემოვიდა. კარგი, რა მოგივიდა? შემოვიდა. ვინ შემოვიდა? დურბინდი. დურბინდი ბატონო ფრიდონ, წინა კორპუსი რა მოგივიდა? ულამაზესი რა გჭირს, ჰა? მართლაც ძალიან ლამაზი გოგოა. ქალღმერთი. აბა თვითონ მშვენიერება რომ ბატონო ფრიდონ, ერთი არ მინდა ლექსები არ მინდა გააფუჭე სიტუაციას დამიჩნე. რა სექტერებულ ხარ, მიდი დაელაპარაკე. მივა ლაბარასთვის. და მიდი. ლაბარასთვის. აი მე არ შემიძლია ბატონო ფრიდონ ესე უცბად როგორ აბარანაირად. მიდი დაელაპარაკე. ვაშკაცი არ ხარ? რას ქვია ვაშკაცია? ვაშკაცი, აბარა ბატონო ფრიდონ. მივა ლაბარასთვის, რა თქმა უნდა, მივა რა პრობლემაა ვიქავით. მივა რა პრობლემაა? მივა ლაბარ, მუნ გიყურებ იზაბები, მივა ლაბარასთვის. ხო. ანუ 4, ხო? კი, 4 საკმარისი იქნება. კარგი, მაშინ 4. ხი სამკაციანი შტეთნაც რიქსი მოგვიტანე იქ. ვაიმე ბატონო ფრიდო, რა დამემართა კაცო რა არის მუხლება დაიწყო კანკალი ბატონო ფრიდო, ბავშვი ხო არ ვარ კაცო რა კაც მარჯვენა კიდე ხო კანკალებს, მაგრამ ამ პლატინიას რა დაემართა ეს ამას რა კანკალებს. რა დამემართა ბატონო ფრიდო, როგორ მინერვიულს. ვაი, დავიდა. შენ თუ გახსოვს წუხელ ხრინის ხმა გესმოდა ჩემი? აუ არ ვიცი ლაშა არ მახსოვს. ხო ისე რა გასაკვირია მე ისეთი რაღაც არ მახსოვს. ლაშა, მე მგონი წვიმას აპირებს და თეკლას უთხარი რა სარეცხი ჩამოხსნა შენი პერანგებია გარეთ. მე მაგას თეკლას ვერ ვეტყვი ელი. წუხანდელი ღამის მერე რო უთხრა მიდი ჩემი პერანგები ჩამოხსნე თეკლა მე კი ცოტა ისე ჟღეს რა. რა წუხანდელი ღამის მერე? ჰა და არა ხო წუხელ ხო დავთვერი მე ხო და წუხელ რო დავთვერი ვეუბნებოდი რომ შეთუოდეს მე ჩემი პერანგები ჩამოგახსნებინო მე არ ვიყო ლაშა ტორონჯაზე თუ მაგას ვეუბნებოდი მახსოვს აუ გუში მართლა რა სისულელებს ლაპარაკობდით არა მარტო ლაპარაკობდი კარგი ლაშა რა მოხდა სულ ჩვენები არ ვიყავით კარგი ეხლა რა ჩვენები რა ეხლა თეკლა არც ისე ახლობელია ჩემთვის ჩემი დის დაქალია რომელიც მოდის ხოლმე ჩვენთან სახლში და მოდის რა ფაქტიურად აქ ცხოვრობს კაცო რა თეკლაო თეკლა როგორ ხარ რა ვიცი ელენე თავბრუმ ეხვევა რა მართლა ნაბახუსებზე ვარ. ნაბახუსემ ხო, აბარა. კი. სუდათ ვარ. დღეს საღამოს მიდიების წმიანს გავაკეთებ, ქვეს სიამოვნება. ხო, არა, მე სახლში უნდა წავიდე. აუ, თეკლა, კარგი რა, არ წახვიდე. მაინც ყოველდღე აქ ხარ და არ დაიღალი აქეთ-იქით სიარულით.
ხო, რა ვიცი, ერენე, მე თუ ესე გავაგრძელებ, არენ გადმოვალ ალბათ ხო. რა ის არის ახლა ეს რა მიდიებისწვიანი, რამე წესიერი გააკეთე. წესიერია ლაშა მიდიებისწვიანი, დიეტურია. თან შენ ძალიან გასუქდი. აბა ეხლა ესეც ვინ შემოგხედავს, რომელი გოგო? ნუ ერენე, ეხლა ესეც ნუ იტყვი რა, ვიღაცა თქვა შენ როგორც ამბობ, ვიღაცა შტერი ყოველთვის გამოჩნდება. რა ვიცი რა, ამჭის თათია, რა ვიცი რა. აღარ ამჭის, აბა. მე მგონი პულსი მაქაჩხარებული გამისინჯე, მიდი რა გეხოცები რა. კი, აშკარად. აი, მოსვი, სათქმელები. თათია ძალიან გთხოვ, თუ ისნობ ამ გოგოს ვინ არის, ყველაფერი მომიყევი საერთოდ, მიდი გეხოცები, ვინ არის მითხარი რა. იცი, ცნობით არ ვიცნობ, ხაჭაპური შეუკვეთა საღამოთვის. ამას საღამოს კიდე შემოივლის, ხო? ხო, შეუკვეთა და ხო წაიმოს. მომისმენე თათია ეხლა რა უნდა გთხოვო, სამზარეულოში უთხარი შენ, რომ ძალიან მძიმე ხაჭაპურები გამოაქვს ხო, გაიგე, მძიმე ხაჭაპურები რომ ვერ აიტანოს თვითონ და მე დავეხმარო სახში ატანებს, ხო? ხო, აი. არ დაგავიწყეს, კარგი? ხო. აბა, ბატონო ფრიდონ, რომანტიკა, რამე რანდევუ, როგორია? მოვაგვარე ყველაფერი, ხო? ყველაფერი მოვაგვარე, საღამოთი შემოვივლის და აი მანე თითქმის, აბა. რა საღამო, აქ არის ხო ვერ დაელაპარაკე? საღამომდე რა მოიცდის? ასლა რა მოიცდის, რა ვიცი ბატონო ფრიდონ რა. მახსოვს, ერთხელ ჩვენთან თეატრში. მამას ეს გოგო გადმოვიდა. კაცის თეატრიდან. ისიც ასეთი ლამაზი იყო, როგორც ეს. შენი, ჩემი, ხო, ჩემი. არა. ის უფრო ლამაზი იყო. ცოტათი. რიმა ბოსტანაძე. კარგი, ბატონო ფრიდონ, თუ გამაგიჟეთ, რა რიმა, რა ბოსტანაძე, რა შეიძლება ვერ გავიგე, რა რიმა როგორ შეიძლება რიმა ბოსტანაძე ყოფილიყო ამ გოგოზე ლამაზი? ნუ მისო, რა ბაქარიო, შენ კიდე რიმაო, კარგი რა ბატონო ფრიდონ, რა რიმა კაცო. სად დაწმარდი. არიცი შენ რიმა არ გინახავს და იმიტომ ლაპარაკობ ამდენს. მთელი კვირა მის ანჯელებთან ვაფენებდი. მე? აღამებდი. მე ვათენებდი. აღამებდი. ხო და სანამ გათენდა ბატონო ფრიდო რაო ის რიმამ რა გითხრათ მომიყევით რაღაცა, აბა თუ ამბობთ. რიმას არაფერი უთქვამს. არაფერი, მაგრამ მე რა ვიცი თქმარი მოყავდა. იცინე შენ, იცინე. მე გავბედე და მივედი მაინც და შენ კიდევ 15 წლით ახალგაზრდა რომ ვიყო. ბევრი ფული რომ გქონდეს, მაგარი მანქანა, მაგარი სამსახური. პოპულარული რომ ვიყო და არ მწვენოდეს. მე თვითონ მივიდოდი და დაველაპარაკებოდი. ბატონო ხინო ბოდიში? არა, მართლა ლამაზი გოგოა, ულამაზესი. რას ქვია? ზეთუ ნახავი. ზეციური. ზეაღმატებული. ზებუნებრივი. ზეზვა. აიმე, გუში როგორ დავწექით არ გახსოვთ? როგორ დავწექით? არ გახსოვთ? არა. არ გახსოვთ ხოჩა? არ გახსოვთ. ვიქარი რა როგორ აი მე დეხოთები მითხარი დავიდან ჯაღაში მიწია რა ერენე, რაღაც ძალიან გასუქდი შენ ამ ბოლო დროს. მართლა თეკლა? ხო. მითხარი ახლა მართლა გავსუქდი? შეჯერეს მითხარი როგორ გვეძინა გუშინ და მერე გეტყვი. ხო, კარგი. ლაშას ჩაეცინა კიბეებზე, მე შენ და ნიკამ შევიყვანეთ ოთახში და ყველას იქ დაგვეძინა. არ გახსოვთ, ხო? მოიჭადე შენ და ნიკაც მთელი ღამე იქ იყავით, ხო? ხო, დილას რო ავდექით და გამოვედით, მე და ნიკა ცოტა ხანში თქვენც ადექით და გამოვედით. ფაიმე თეკლა! რა კარგია, კაცო, რა კარგია.
ვიფიქრე რა, ეგ როგორი ფიქრე, მართლა როგორი ფიქრე, ეგ როგორი. მე ვიფიქრე, თუ შენ როგორი ფიქრე ვარ. აუ რა, მეც მითხარი. მე იმიტომ ვიფიქრე, რომ შენი ფიქრე პირველად თორე მე მეორე თქონდა ნაფიქრი და პირველად როგორ ვიფიქრე. აუ რა, მე იმიტომ ვიფიქრე, შენ რო ვიფიქრე, მაგით დავიწყე ფიქრი. როგორი ვიფიქრე? ელენე არ ხარ გასუქებული მომეჩვენა. ხო, ვაი, ვაშა როგორი ფიქრე მართლა. როგორი ფიქრე კი, ჩემი პერანგებია და ჩამოხსენი ხა წვიმა დაიწყე. აკა ხარ. როგორ ხარ ბატონო ფრიდა? ხა, გატყობთ ძიმეთ. ბატა როგორ ხარ? ბატა, მოდი. ბატა. რაჭის გაქვს ამას? მოდი დაჯექშიას, აზრი არ აქვს. რა? აზრი არ აქვს, არა. მონუსხული. დარი? ის გოგო იყო, ის შემოსული ბარში, აი დურბიდის. ეს დროდო ის გოგო იყო დურბი ჭინაკო, რას ლაპარაკობ? მე? აი იმის შემდეგ ასესის მონუსხული. ეს მონუსხული საიდან მოიტანეთ ბატონო ფრიდა? მე რა მოვიტანე, მე რა ვიცი მონუსხული. ამათ ხო მონუსხული ვარო და აი. აჰა, ხედავ. არა, ისე მონუსხულს კი გავს, კი. რას ლაპარაკობთ? ეს რა არის? ამაზე მძიმე ხაჭაპურები სამიტანია. ხო, მე პაატა ვქია საათაშორის, თქვენ რა ქვიათ? პაატა. ой, მონუსხული. არ მესმის. მონუსხული. თუ შეიძლება გამემეორეთ არ მესმის. პაატა. ლაშა. ლაშა, რა გინდა? ხო ხედავ რა ოცნებობ არა? მაცადე რა. რას ოცნვა? რას და როგორ გავიცნო ის გოგო? გოგო, ხოჭა ოცნებაში ვერ გაიცანი? კარგი რა ლაშა, ეგრე მარტივად კი არ არის ყველაფერი. რამე ცოტა ისეთი განსაკუთრებული შემთხვევაა, მან საჭირო ცოტა ისეთი ორიგინალური, ანუ უჩვეულო ხო ხდები რას ვიძახი? აბა. ორიგინალური. ესე არ ხდება ესე უცბად. მაგალითად პურის რიგში. რა, მე ჩემი მანას პურის რიგში გავიცანი და რომანტიკული იყო. არა, ეგ თავისთავად ბატონო ფრიდონ ახლა ეგ თავისთავად ახლა ეგ რომანტიკული იქნება და ახლა პულსაც ხო გააჩნია რა? ხო, კი, არა, ეგ ვარიანტიც არის. ხო, მაგრამ ახლა პაატას ეთყობა სულ სხვა რამ სჭირდება. უფრო ესე ორიგინალური რომანტიკული. კი. აი მაგალითად პაატა. ხო, აბა რა, მომისმენე, აი ბარში შემოდის ის გოგო. ხო, და შენც ისიც ბარში ხარ თორემე და მიზიდებით ერთმანეთისკენ მიდიან და შემთხვევით დაეჯახებიან და ცვივა ფურცლები. ფურცლები და ძირს იფანტება ეს ფურცლი. ხო, და მე ესენი იხრებიან ორივე და ესე კრეფენ ამ ფურცლებს და უცებ აი ეს თვალები ერთმანეთისკენ ესე ამოდის და ისა. ხო, ზერა ხდება ერთმანეთის, რა? არ არის რომანტიკული და ორიგინალური, არ არის ეგ? ისიც ვაშა რა არის ის? რაღაცა არის მაგაში რომანტიკული, არ იქნება ცუდი წარმოიდგინე ხა. შემოდის მე გავარ ხელში მიჭირავს ფურცლები, ერთმანეთს. კარგი თათინა. ბრავო. ბრავო. შენ პერანგზე გამიშტერდა თვალი. ისიც მე თქვენ გიცნობთ? მეც გიცნობ. შენ პაატა, პიტერი, პიტი, მირი ხო? დავსხდეთ. დათია შამპანური. მე აქე დავჯდები რომ მარჯვენა პროფილზე გიყურო. კი ბატონო. აი თქვენი ლუდი. ეს ვინ არის? ეს ჩემს ოცნებებშიც კი ეშლება, ვინ არის? მე შეიძლება ვიყურებ ხოლმე დურბინით. მართლა? კი. სულ მინდოდა შენი გაცნობა. ჰაიმე. ლამაზი აიდის გაჩუქებდით. ხო. მაგრამ პრინციპი ჩემი ოცნება არ არის. ულამაზეს თაიგულს ხომ არ შეიდენდით? რა თქმა უნდა, მსუქანო ბიჭო. აი ეს ულამაზი თაიგული თქვენ. პაატა თხილი გინდა? პაატა თხილი გინდა? თხილი გინდა პაატა? გინდა. გულგუდი.
თუ ლუძდალე მარტო პაატა ხილი გინდა? პაატა ხილი გინდა პაატა ხილი გინდა? ლაშა რა ხილი რა გინდა გამანებეთ თავი კაცო ხალხი არ ხარ გაოცნებობ რაღაცა ჩემთვის შემეშვით რა რატო გამომიყვანე რა გინდოდა რატო გამომიყვანე რას გეუბნებოდი დაანებე რა თავი დან რას მიყვებოდი ხო და რას გიყვებოდი ბატონო ფრიდონ და ეს ჩემი ამ ჩემ ახლობელს ხო კინაღამ დაეწვა სახლი თქო რა გამოიძახეს ეს სახანძრო და უცებ მოვარდა ეს სახლი მოვიდა კი უცებ და გადარჩა რა დაწვას იქ სახლი ხო და მაგრამ ერთმა მეხანდრემ ну არ ვიცი რა გააკეთა შევარდა ნახევრად ცეცხლ მოკიდებულ სახლში და არ გამოიყვანა ეს ჩემი ახლობელი და იმისი და რას მელაპარაკე აბა მაგრამ ყველაზე მთავარი რა არის მანდიცი რა არის და ამ ჩემი ახლობლის დას და მეხანდროს ერთმანეთი შეუყვარდა და დღეს არიან ცოლქმარ აბა მოიცა ლაშა რა ვერ გავიგე მეხანდრე რატო მოეწონა რას ქვია რატო მოეწონა რა ვიცი ახლა ალბათ თავის საგმირო საქმის გამო რატო მოეწონებოდა ესე იგი ხანძარი ამან გამოიყვანა იმას გადაარჩინა გმირობა რაღაცა დიდი მადლობა პაატა შენ რო არ ვიცი რა მოხდებოდა კარგი რას ლაპარაკო მე რო არა ეს ხანძარი საერთოდ არ იქნებოდა როგორ შემოხდება შემოვატყვი აბა ალბათ პლატინა გაქვს მუხლში თორე ისე აბა როგორ ხო პაატა რაღაც უნდა გითხრა გისმენ პაატა გისმენ ხო არ ვიცი როგორ დავიწყო ვაი მე გეხოცები ცოტა ჩქარათურე დამეწო ზურგი აღარ შემიძლია პაატა შენ ერთი ხანძრიდან გამომიყვანი და მეორეში შემაგდე სად შენი გულის ხანძარში აი მე ამოდი ავიდეთ გავიცალოთ აქაურობას გავიცალოთ მაგრამ მანამდე შემთა შევივლი სახში და შექმნეს გამოვსვით თორე ფეხები მათ კიდე აღარ შემიძლია კაცო ბატა ხუთიანის ხურდა რა გა იმარის მილიონი 30-იან ხურდა არა მაგ ბატა ვაიმე რა გინდათ ხალხო გამანებეთ თავი რაღაცას ოცნებავ ჩემთვის რა გინდათ კაცო რა დავაშავე რამე გამანებეთ თავი არ შეიძლება პრო შემიშვათ ისე დავანებოთ რა თავი დავანებოთ რა ხო და რას გიყვებოდი ის ფილმი როგორ არა გაქვს ბატონო ფრიდო ნანახი ხარ გადამრიოთ რა მომკალი ლაშა და არ მაქვს ნანახი უნდა ნახოთ ბატონო ფრიდო იმიტომ რომ ტიტანიკი არის ერთ-ერთი სერიოზული ფილმი მართლა ხო ისე რასაც შემეუბნები თუ მართალია ხო? თუ რას ქვია? მართლა მაგარი ყოფილა. რას ლაპარაკობ მაგარი როგორ არ არის? აი ბოლო სცენა არის კიდე განსაკუთრებით ისეთი ხო? აი ჯეკი გადაარჩენს ამ როულს. ხო და თვითონ იღუპება რა ესეთ. აი სიყვარული თუ გინდა ეგ არის რა. აბა არ ვიცი ეს ბოლო ფინალი არის სასწაული კიდე. Ikera pīt, kāds var aiziegas? Pīt. Kāds gaudzeli. Ikam viņiem guišvēl. Helā es okeāne. Okeāne kērā, dīdi, kāds šemi fantazijā, dīdi. Ček! Pīt! Kāds to āda! Oisa, kāds? Oisa, matsādi. Რა უნდა დაგტოვო? შენ არის მე გადასრწმუნებული თორე როგორ მიხდება რა? როგორია? ხო მიხდება რა? მეუბნები კაცო ეს ბოცმანის მაგარი ტიპია, მეუბნები კაცო, აისბერგი, აისბერგი, არა? ამან აისბერგი. არა, მოიცადე, მანევრი უნდა გავაკეთო, მანევრი. აჰა, მანევრი. რა მანევრი კაცო? შეიტადი აისბერგის ამბავი. რა თქვი აისბერგის ამბავი საიდან უცოდი კაცო? კინო მაგთან არის. ხო. ისე წესთექნო უნდა ჩავიზირო, ხო ისი? არა, არ დამტოვო. მე უშენოდ ვერ ვიცხოვრე, პაატა. ვაიმე. რა უასროცება, კაცო, კვდები, რა? კვდები? რა ტიპი ვარ, ეს მაგარი ტიპი ვარ. რა ეს მომენტი მიოცდება, ის მაინც დამეხატა. ის ჯეკი რო ხატავს კაცო. იმ გოგოს რა ქვია, ჯეკი რო ხატავს. პაატა, ცოტა გაიწიე. დასრულდები, ყალია, პაატა.
ვაიმე, რა გინდათ, რატო მანერვიულებ ხალხო, ამ რატო გამოკავ გამანებეთ თავი, რაღაცა ოცნებო ხოხედავთ რა, გამანებეთ თავი რა. გამოკივიდა პატა, წყალი დამექცა და ვიფიქრე გავწმენთ რომ არ დასველდეთქო. კარგი თათი, არ გეჩხუბები ხა, კი არ გეჩხუბები, უბრალოდ ხელა ოკეანეზე ვერაფერი ვერ მიქნდა, ეს გუბე რას მიზავს ხა. კარგი რა. შენ დაანებე ყურადღებას მომიაქცევ თათია, იყოს ესე როგორც არის, იყოს გაანებე თავი, გაანებე. მოვისმინე, ლაშა, მოვისმინე. აი, შემოდგომაზე, ხო? შემოდგომაზე. ხო. წყერის სეზონი რომ დაიწყება. ერთი მაგარი ნადირობა ჩემზე იყოს. კი, ნადირობა მართლა მაგარია რა. ხო. რა უცნება მაქვს, იცი? აფრიკაში მინდა წავიდე ლომებზე სანადიროდ. შენ ველურები როგორ ნადირობენ თუნდაც ისი? ლომები მაგარია. ისი როგორ ნადირობენ? როგორ? და იმას რას ლაპარაკ? ხედავ. ვაიმე! რა იყო ბანა რა? რანდინდა ხალხი ახლა გამანებეთ თავი რა ჯერეს ოკეანე ომერ ეს ცეცხლი ახლა კიდე ლომსმაში ამჭმევიდოთ ჩემი თავი შემეშვით კაცო გამანებეთ თავი მალე მოვა აჰა რა ვიცავა არი ამდენ აღმოჩნდა აჰა მოიდა აი დიმადლობა არის ვა მოხდი როუზ ცნობ როუზ ჩეკი ვარაქჩის როუზ რა უკაცრო ის კარგი იყო ეს მოკიდებული სამდა რომ გამოგიყვანე ჰა about თუ